გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ ბექა ყორშია და ეს არის გადაცემა არაფერი სასაცილო. დღეს მინდა ვისაუბროთ ხელოვნებისა და პოლიტიკის გამიჯვნაზე. ანუ იმაზე, რასაც სუპერვარსკვლავების უმეტესობა ემხრობა, სანამ განტოლებაში 6-0-იანი თანხები შემოდის. აქვე გეტყვით, საერთოდ არ ვაპირებ იმის გარჩევას, ვინ წავიდა კანიეს კონცერტზე და ვინ დარჩა სახლში. ბოლო დღეებში სოციალურ ქსელებში ხშირი იყო ერთმანეთის დამონათება. ტეხავს თუ არა წასვლა, ნიშნავს თუ არა ეს მთავრობის თამაშის წესების მიღებას და ასე შემდეგ. რეალობა ბევრად უფრო მარტივია. კანიეს ბილეთს პაკეტში ქართული ოცნების პარტიული ბილეთი არ მოჰყოდა. ადამიანები იქ უბრალოდ მუსიკის მოსასმენად მივიდნენ. მორჩა. არავინ გაქოცებულა და არავინ გარუსებულა. და ამაზე ერთმანეთის დაჭმა არის ზუსტად ის, რაც კონცერტის რეალურ დამკვეთს ყველაზე მეტად უხარია. ამიტომ დღეს მე მინდა ვისაუბრო მეორე პერსპექტივაზე. მინდა განახოთ, როგორ ჩანს ეს ყველაფერი თავად რეჟიმის თვალთახედვით და ზოგადად სახელმწიფოს მიერ დაორგანიზებულ გართობაზე შეგახედოთ ახალი კუთხით. დარწმუნებული ვარ, ბევრი ვინც გვიყურებს, მოესწრო საბჭოთა კავშირს. ამიტომაც, რასაც ახლა მოვყვები, შეიძლება თქვენთვის ნაცნობი თემა იყოს. მოგეხსენებათ 70-იანი 80-იანი წლების საბჭოთა კავშირში რელიგიას ისე აღარ ებრძოდნენ, როგორც თუნდაც სტალინის ან სტალინამდელ ეპოქაში. ეკლესიებს მასობრივად აღარ აფეთქებდნენ და სასულიერო პირებსაც აღარ ხრედნენ. ამას მარტივი მიზეზი ჰქონდა. პარტიამ რელიგიასთან ბრძოლის გაცილებით ეფექტური მეთოდი აღმოაჩინა. გართობა. დადგებოდა მაგალითად ჩობის ღამე და ზუსტად იმ დროს, როცა წირვა უნდა დაწყებულიყო, ტელევიზიით უშვებდნენ დასავლურ ფილმებს, რასაც სხვა დროს თვალით არ განახებდნენ. ფრანგულ კომედიებს, იტალიურ ესტრადას, ამერიკულ блокбастерებს და ასე შემდეგ. Будет показана первая серия американской 24-серийной киноленты «Скала Фреглов». სისტემა გაყენებდა მარტივი არჩევანის წინაშე. ან წახვალ და საათობით ფეხზე იდგები წირვაზე, ან დარჩები სახლში და რბილის სავარძლიდან უყურებ კარგ დასავლურ კინოს. ამგვარად დიქტატურამ გართობა, სანახაობა და კინო საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართულ იარაღად აქცია. და აი ზუსტად ეს არის ავტოკრატიის მთავარი წესი, მეგობრებო. იქ არაფერია უბრალოდ ის, რაც სინამდვილეში არის. ავტოკრატიაში ყველაფერი ხდება ის, რასაც ინგლისელები უწოდებენ weaponized, ანუ იარაღად ქცევა რაღაცის. კი ბატონო. ხო? იარაღქმნილი შეიძლება ითქვას, მეგობრებო. ეს არის პროპაგანდის როგორ გითხრათ, პირველი გაკვეთილი. კი ბატონო, ნამდვილად ასე. მოკლედ, ნორმალურ ქვეყანაში ქველმოქმედება ადამიანური სოლიდარობაა. ავტოკრატიაში ის პოპულიზმის იარაღი ხდება. ტრაგედია გლოვის დროა. ავტოკრატიაში ტრაგედიაც იარაღქმნილია. მას ოპონენტების გასაშავებლად იყენებენ. და რა თქმა უნდა, გართობაც საბრძოლო იარაღია. სანახაობა არის ტკივილ გამაყუჩებელი, რომელსაც მაშინ გიკეთებენ, როცა რეალურად სასწრაფო ქირურგიული ჩარევა გჭირდება. როცა საძირკველი გენგრევა, მთავრობა ფოიერვერკებს ისვრის, რომ ნანგრევების ხმა გადაიფაროს. წლის ერთ-ერთი მთავარი მუსიკალური მოვლენა საქართველოში. ქართველი მსმენელისთვის ცნობილი ამერიკელი რეპერი და კომპოზიტორი 24 გრემის მფლობელი კანიე ვესტი მღარის. ბოლო ხანებში შეიძლება გსმენიათ აი ესეთი ტერმინი concert washing. ეს არის დიპლომატიურ და საერთაშორისო მედია წრეებში კარგად ცნობილი პრაქტიკა, როდესაც ავტოკრატიული რეჟიმები და კლეპტოკრატები მილიონებს იხდიან დასავლელი მეგავარსკვლავების ჩამოსაყვანად. ამით ისინი ქმნიან სტაბილურობის, განვითარებისა და კოსმოპოლიტიზმის ილუზიას. ეკონომიკური კოლაფსი, ძალადობა და გაყალბებული არჩევნები კი იფარება მეგავარსკვლავის ბრჭყვიალა სცენითა და სპეცეფექტებით. დიდი შოუ გველოდება წინ და იქნება უდიდესი გამოცდილება. და რა ხდებოდა საქართველოში ამ მაგარი შოუს პარალელურად? რა და აი ეს. და აი ეს. სისტემის გზავნილი მარტივი და ცინიკურია. ნუ უყურებთ პრობლემებს, უყურეთ კონცერტს. უნდა ვეცადოთ, რომ ყველა ადამიანი პოზიტივში გადავიდეს. ეს ყველაფერი, მეგობრებო, ერთი შეხედვით შეიძლება გავს კიდეც დიდ გაუთავებელ დისნეილენდს. დისნეილენდი ლამაზია, ფერადია. იქ შეგიძლია შეიარო, გაერთო და მიკი მაუსს ჩაეხუტო. მაგრამ იქ ცხოვრება შეუძლებელია. მეტიც, დისნეილენდში სიკვდილიც კი შეუძლებელია. სერიოზულად. არსებობს ასეთ წესი. ტერიტორიაზე გულიც რომ გაგიჩერდეს, ოფიციალურად მკვდრად არ გამოგაცხადებენ, სანამ პარკით ფარულად არ გაგიტანენ. რათა სტუმრებს დისნეილენდის ილუზია არ ჩაიშალოთ. არსებობენ დისნეილენდის მაგვარი ქალაქის სახელმწიფოებიც, მაგალითად დუბაი.
ჭყეტელა გართობის სათამჯენებისა და დაუსრულებელი ფესტივალების მიღმა იქ 100,000-ობით მიგრანტი მუშა იჭყლიტება მონურ პირობებში. მაგრამ დუბაისა და თბილისის შორის ერთი ძალიან მწარე განსხვავებაა. თუ დუბაი უცხოელ მიგრანტებს ხარშავს საკუთარი კომფორტისთვის, ეს ჩვენი ლოკალური ქართული დუბაი საკუთარ მოქალაქეებს ჭყლეთს და ანადგურებს იმისთვის, რომ მერე ამ ნანგრევებზე ვიღაცა მიცეკოს. და როგორც კანიეს კონცერტიდან გამოჩნდა, ეს ვიღაც მეტწილად რუსეთის მოქალაქეები არიან. მოკლედ, დღეს ჩვენ მოგიყვებით ტოპ 5 მსოფლიო აბსურდულ შემთხვევაზე, როცა ავტოკრატებმა ცნობადი სახეების საკუთარი იმიჯის გასარეცხად დაიქირავეს. ნახოთ, რა იყო ამ ვიზიტების წინაპირობა, რის გადასაფარად ან გასაправებლად ხდებოდა ეს ყველაფერი და რა იყო მთავარი აბსურდი. დავიწყეთ. მეხუთე ადგილი, ჯენიფერ ლოპეზი და თურქმენეთი. მეხუთე ადგილისთვის ისევე როგორც ქოცი დიპლომატები კვირა გამოშვებით შუა აზიაში უნდა წავიდეთ თურქმენეთში. კობახიძემდე გაცილებით ადრე ამერიკელი პოპ ვარსკვლავი ჯენიფერ ლოპესი, იგივე ჯეილო 2013 წელს ჩაფრინდა თურქმენეთში. ქვეყნის პრეზიდენტის გურბანგული ბერდი მუხამედოვის 56 წლის იუბილეზე. Amerikanın Birleşen Ştatlarından gelen Jennifer Lopez. I'm still Jenny from the block. Used to have a little, now I have a lot. Where I go, I know where I came from. რა თქმა უნდა, არ დამეზარა და ეს კონცერტი თავიდან ბოლომდე ვნახეთ. და ახლა გაჩვენებ ჩემს საყვარელ მომენტს. ჯეილო მოუწოდებს ხალხს. ამყევით თქვენი ხმა არ მესმისო და ნახეთ. Everybody over here, let's get. არ დანებდა და კიდევ ერთხელ უთხრა, გამაგონეთ თქვენი ხმაო. Right here, let's get. გონი ჯენიფერ ლოპეზი ვერ მიხვდა, რომ იმ ქვეყანაში, რომლის პრეზიდენტის დაბადების დღის აღსანიშნადაც ჩავიდა, ხალხს ხმის ამოღების უფლება პარტიის ნებართვის გარეშე ეკრძალება. Right here, let's get. მოკლედ კონცერტის ბოლოს ჯეილომ გურბანგულის Happy Birthday Mr. President-იც უმღერა და ამისთვის $1,500,000-იც გაჯიბა. Happy birthday to you. Happy birthday, Mr. President. საქმე ისაა, რომ თურქმენეთი არ არის უბრალოდ ავტოკრატია. ეს არის ქვეყანა, რომელიც პრესის თავისუფლებისა და რეპრესიების ინდექსით მსოფლიოში მხოლოდ ჩრდილოეთ კორეას ჩამოუვარდება. ანუ ამ დისციპლინაში მყარი ვერცხლის მედალი აქვს. ეს არის სახელმწიფო, სადაც ოპოზიციონერებს უბრალოდ აორთქლებენ, სადაც ინტერნეტი ფაქტობრივად არ არსებობს და სადაც პრეზიდენტმა დედაქალაქის შუაგულში საკუთარ ძაღლს 6 მეტრიანი 24 კარატიანი ოქროს ქანდაკება დაუდგა. თავად თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანგული ბერდი მუხამედოვი პროფესიის სტომატოლოგია. თუმცა თავისუფალ დროს მას მუსიკოსობაზე აქვს პრეტენზია და როცა ვამბობ პრეტენზიას, გულისხმობ იმას, რომ ტიპის სახელმწიფო ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ხან დიჯეის პულტთან დგას და ტრეკებს არ ემიქსებს, ხან რეპავს, ხანაც შვილიშვილთან ერთად სინთეზატორზე უკრავს. ჯენიფერ ლოპეს ალბათ ეგონა, რომ იმ საღამოს მთავარი მოვლენა თვითონ იყო. სინამდვილეში ჯეილო იქ ვარსკვლავად კი არ მიიწვიეს, ის უბრალოდ პრეზიდენტის გამხურებელ ჯგუფად მუშაობდა. ხოდა ჯეილოც $1,500,000 დადგა და უმღერა კაცს, ვისაც შეუძლია დილას ხალხი აწამოს, შუადღეს ალბომი ჩაგიწეროს და საღამოს თუ დასჭირდა, კბილიც დაგიპლომბოს. კაცი არის ყველაფერჩიკი. აი რომ დაფიქრდე, ავტოკრატიების ყაიდაზეც კი უნიჭო პრეზიდენტი ყავთ ქოცებს. ჩვენსაც რა შეუძლია? მაქსიმუმ გემატაოს და ისიც ისე რა. რა თქმა უნდა, როცა მეორე დღეს დასავლურმა მედიამ და Human Rights Watch-მა ჯენიფერ ლოპეს პასუხი მოსთხოვეს, მისმა PR გუნდმა საგანგებო განცხადება გამოაქვეყნა. ჯენიფერს წარმოდგენა არ ჰქონდა თურქმენეთში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ პრობლემებზე. კი ბატონო, გასაგებია. პრინციპში ჯენიფერს ალბათ თავად თურქმენეთის არსებობაზეც წარმოდგენა არ ჰქონდა. ლოპესმა განაცხადა, რომ ცოდნოდა იქ რაც ხდებოდა, არაფრით გამოვიდოდიო. გონი მაინც საბოლოო ჯამში აი ამაზე გაბრაზდა. Let's get. Right here, let's get.
გადავედით მეოთხე ადგილზე. აქ საინტერესო შემთხვევა გვაქვს. ბრიტანელი მუსიკოსი, ყველასათვის კარგად ნაცნობი სტინგი არის ადამიანი, რომელიც იცავს ტროპიკულ ტყეებს, ამაზონის ჯუნგლებს და რაც მთავარია, წლების განმავლობაში იყო Amnesty International-ის, ანუ მსოფლიოში ყველაზე დიდი უფლებადამცველი ორგანიზაციის ოფიციალური სახე. ანუ მისი მთელი იმიჯი და კარიერა აგებულია წამების, ზალადობისა და დიქტატურის გმობაზე. 2009 წელს სტინგი კერძო თვითმფრინავით მიფრინავს ტაშკენტში, რათა $1 მილიონ მეტი აიღოს უზბეკეთის დიქტატორის ისლამ ქარიმოვის ქალიშვილის გულნარას ფესტივალზე სამღერა. გაინტერესებთ რა ხდება ამ დროს უზბეკეთში? ისლამ ქარიმოვის რეჟიმი არ არის უბრალოდ ტრადიციული ცუდი მთავრობა, რომელიც არჩევნებს აყალბებს. ეს არის რეჟიმი, რომელიც პოლიტიკურ პატიმრებს და ოპონენტებს ჟასლიკის ციხეში პირდაპირ მნიშვნელობით მდუღარე წყალში ხარშავდა და ყოველწლიურად 10,000-ობით ბავშვს იტაცებდა სკოლიდან და მონებივით ამუშავებდა ბამბის პლანტაციებში. და ამ ფონზე წამების წინააღმდეგ მებრძოლი მთავარი ორგანიზაციის სახე ჩადის და უმღერის დიქტატორის ქალიშვილს. როცა დასავლურმა პრესამ ეს ამბავი გაუგო და მიწასთან გაასწორა, სტინგის PR გუნდმა საოცარი განცხადება გაავრცელა. სტინგი კულტურული ბოიკოტების წინააღმდეგია. ის იქ იმიტომ ჩავიდა, რომ დაჩაგრულ, იზოლირებულ ერს კულტურა ჩაუტანოს და ამით თავისუფლებისკენ უბიძგოსო. ანუ უზბეკი პოლიტპატიმარი ზის ცივ კარცერში, იცის რომ ხვალ მდუღარე წყალში უნდა ჩააგდონ, მაგრამ უცებ სადღაც ჩორიდან ესმის სტინგის Shape of my heart და ფიქრობს, მადლობა ღმერთს, კულტურულ ვაკუუმში მაინც არ ვკვდები. მაგრამ ამ ისტორიაში არის მეორე და მთავარი აბსურდი. სტინგის ამ დაჩაგრული ერისთვის გამართულ კონცერტზე ბილეთი ღირდა დაახლოებით $1,400, ანუ $2,000-მდე. ეს ხდება ქვეყანაში, სადაც ხალხის საშუალო თვიური ხელფასი სადღაც $30 იყო. ანუ ვინ იჯდა დარბაზში? ის დაჩაგრული ხალხი, ვისთანაც კულტურა ჩაგქონდა. რა თქმა უნდა არა. პირველ რიგში იჯდა თავად დიქტატორი ქალიშვილთან ერთად. მერე მინისტრთა კაბინეტი, მერე საიდუმლო პოლიციის უფროსები და ბოლოს ჯალათები. და აქ მივდივართ ისევ მთავარ პრობლემასთან. გონიათ ისლამ ქარიმოვს სტინგი მუსიკის მოსასმენად ჭირდებოდა? რა თქმა უნდა არა. ეს იყო გზავნილი საკუთარი ხალხისთვის. რეჟიმმა უზბეკებს უთხრა, შეხედეთ, ეს კაცი დასავლეთში ადამიანის უფლებებისა და მორალის მთავარი სიმბოლოა. მე კი ავიღე და ის უბრალოდ ვიყიდე. ის ახლა ჩემი შვილის სცენაზე დგას და ჩემს გენერლებს უმღერის. და თუ მე Amnesty International-ის სახეს ვყიდულობ, თქვენ საერთოდ რისი იმედი გაქვთ? რა წინააღმდეგობაზეა საერთოდ ლაპარაკი? აი სწორედ ეს არის დიქტატურის შოუ-ბიზნესის მთავარი ფსიქოლოგიური იარაღი, რომელსაც ჩვენთანაც იდეალურად იყენებენ, რომ განახონ ყველა და ყველაფერი იყიდება. წამით საქართველოში დავბრუნდეთ. თუ დააკვირდებით, ქართული ოცნება ამ მეთოდს მარტო უცხოელ ვარსკვლავებზე, კანიე ვესტებზე და ბრუნო მარსებზე არ იყენებს. ქართული ოცნება გამუდმებით ცდილობს წარმატებული სპორტსმენების მოხელთებასა და ხელში ჩაგდება. ზოგიერთს კი მოგეხსენებათ პირდაპირ საჩუქარივით ახვევენ და პარლამენტში მიაქვთ. გონიათ ბიზნესთან კობახიძე სპორტი უყვართ? არა მეგობრებო. ეს არის ზუსტად ის უზბეკური მესიჯი პროტესტში მდგარი ხალხისთვის. შეხედე, ის ვინც შენი კუმირია, ვის გამოც გუშინ ქუჩაში ზეიმობდი, დღეს ჩემს კაბინეტში ზის და მიღიმის. ჩვენ შენი გმირებიც ვიყიდეთ, დავიმორჩილეთ და ჩვენს ფონად ვაქცია. და შენ საერთოდ რისი იმედი გაქვს? გადავედით მესამე ადგილზე. 2008 წელს ახალი წლის ღამეს კუნძულ სენ-ბარტზე მიმდინარეობს კერძო დახურული წვეულება. ამ წვეულების შემკვეთი არის მუთასიმ კადაფი, ლიბიის ეროვნული უშიშროების მრჩეველი და დიქტატორ მუამარ კადაფის შვილი. მისი სტუმარია მერაია ქერი, რომელმაც ამ წვეულებაზე 4 სიმღერის შესრულებაში აიღო ზუსტად $1 მილიონი. ანუ თითო სიმღერაში $250,000. ჩვენ ეხლა რა დავუხამე იცი რომ ამ ვარსკვლავებს რო ისე უთვლით ფულს როგორც კოც ჩინოვნიკებს. აი ამდენი $250,000 ხალხის ფული შეჭამა. ეგრეც არის მეგობრებო, ლიბიელი ხალხის ფული შეჭამა. მერაია ქერიმ. ანუ სწორად ვაკრიტიკე. ანუ მერაია ქერიზე ისე ვლაპარაკობ როგორც დინო წილოსანს. მოკლედ, შოუ-ბიზნესში არსებობს ასეთი ტერმინი, რაიდერი, ანუ ვარსკვლავის პირადი, ხშირად ჭირვეული მოთხოვნების სია კონცერტის წინ. ვისაც არ გაგიგიათ გეტყვით, მერაია ქერის რაიდერი ლეგენდარულია. იქ უწერია, რომ მის ოთახში უნდა იყოს ზუსტად 20 გრადუსი ცელსიუსი, სპეციალური ვარდისფერი განათება, ახლად მოჭრილი თეთრი ვარდები და რაც მთავარია, თეთრი კნუტები.
და ახლა წარმოიდგინეთ მუთასიმ კადაფი. კაცი, რომელიც სისხლიანი რეჟიმის წევრია, სადაც აბუსალემის ციხეში 1200 პატიმარი პირდაპირ კედელთან მიაყენეს და ჩაცხრილეს. კაცი, რომელმაც დილით პოლიტიკური ოპონენტების წამებასა და გაუჩინარებას მოაწერა ხელი, საღამოს რაზე ანერვიულებულა, იცით? გენერლებს დაუგვიანებიათ თეთრი ფისოების მოყვანა და ლამის ეგენიც მიახვრიტეს ზედ. მოკლედ, ეს იყო ორი აბსოლუტური დიქტატორის შეხვედრა და დარწმუნებული ვარ, იმ ღამეს მე რაია უფრო აშინებდა კადაფის, ვიდრე კადაფი თავის ხალხს ზუსტად მაგ კონცერტის პარალელურად. لتطهير ليبيا شبر شبر. ჩვენ გავწმენთ ლიბიას სახელ-სახელ, კარ-კარ, ქუჩა-ქუჩა, გოჯ-გოჯ. დღეიდან ყველას მოგაკითხავთ. ზუსტად 1 წლის შემდეგ 2009-ში იმავე კუნძულზე იმავე კადაფების ოჯახმა უკვე ბიონსე ჩაიყვანა. მერე გაირკვა, რომ კადაფის შვილებს ფაქტობრივად მთელი ბილბორდის ცხელი ათეული ყავდათ ნაყიდი. იქ ბღეროდნენ 50 ცენტი, აშერი, ნელი ფურტადო და ასე შემდეგ. 2011 წელს, როცა ლიბიაში ეგრეთ წოდებული არაბული გაზაფხული დაიწყო და კადაფის რეჟიმი ჩამოაგდეს, დასავლურმა მედიამ ვარსკვლავებს ეს კერძო კონცერტები გაუხსენა. ყველამ ერთხმად ერთი და იგივე ტექსტით იმართლა თავი. ჩვენ გულუბრყვილოები ვიყავით და აზრზე არ ვიყავით, ვის უმღეროდით. რაღა დაგიმალოთ და პირადად ჩემთვის, როგორც არაბისტისთვის, სრულიად გასაგებია ეს არგუმენტი. მეც 1-2 აღმოუჩენილ ვარ უდაბნო შუაგულში სტუდენტობის დროს. შეიარაღებული არმიის ალყაში, ოქროთი მოჭედილ კარავში, ისე რომ ჩემი ჯგუფელებისთვის ერთხელაც არ მიკითხავს ბიჭებო სად ვარ და ვიზი დაბადების დღეა მეტი. აი ესე მუშაობს კლასიკური კონცერტ ვაშინგტონში. თუმცა აქ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებაა ჩვენსა და კადაფის შორის. გასაგებია მერაია ქერი რატომ წავიდა? ფული მისცეს. და გასაგებია კადაფიმ რატომ დაიქირავა. ეს იყო უბრალოდ ფულის ფრიალი და დასავლეთისთვის დემონსტრირება, რომ აი ნახეთ, შეგვიძლია. მაგრამ ხოცების მთავრობის მიერ სტარინგ ჯორჯიას ფარგლებში ჩატარებული კონცერტების ფილოსოფია ბევრად უფრო ცინიკურია. აქ ბიზნეს კერძო წვეულებების მაგიერ კონცერტების სახალხო ზეიმებად იფუთება და თითოეულ ამ კონცერტს და ვარსკვლავის ვიზიტს მოყვება ერთგვარი ცდუნების ელემენტი. ოცნება ამ ვარსკვლავებს იყენებს როგორც სატყუარას და პირდაპირ გეუბნება. კი ბატონო, ჩვენ მოვიპარეთ არჩევნები. კი, გავანადგურეთ სასამართლო სისტემა, დავარბიეთ და ვაწამეთ ხალხი. მაგრამ მოდი ვნახოთ, შეძლებთ თუ არა უარის თქმას. ვნახოთ, რამდენად გაუძლებთ ცდუნებას იცეკო ჩვენს დაკრულზე. რეალურად კი ნამდვილი შოუ არც კანიე ვესტია, არც კილერსი და არც ბრუნო მარსი. ნამდვილი შოუ არის ის დისკუსიები და ის შინაგანი გახლეჩა, რაც კონცერტის წინ იწყება. ეხავს თუ არა წასვლა. ქოცობაა თუ არა ამ ბილეთის ყიდვა. დარწმუნებული ვარ, ამ დროს ბიძინა ივანიშვილი თავისი შუშის სასახლეში ზის და მიუხედავად იმისა, რომ ხშირად კლასიკურ მუსიკასაც უსმენს ხოლმე. ხშირად მუსიკას უსმენთ კლასიკურს. შოპენზე და ბახზე მეტად მაინც იმის მოსმენით კაიფობს, თუ როგორი უშვერი სიტყვებით ვლანძღავთ ერთმანეთს და როგორ ვიქსაქსებით. რადგან ვინ თუ არა, ბიძინამ ყველაზე კარგად იცის, რომ ასეთ დაპირისპირება და დაკნინებული და დამახინჯებული საზოგადოება ძალიან იოლია გამოიყენო, სადაც გინდა და რაშიც გინდა. მეორე ადგილი. ძალიან საინტერესო ამბავს მოგიყვებით. გადავინაცვლოთ ჩრდილოეთ კორეაში და ვნახოთ, როგორ მუშაობს შოუ-ბიზნესი იქ, სადაც დასავლური ფული საერთოდ აღარ ჭრის. კიმების დინასტიამ დაამტკიცა, რომ ვარსკვლავების მოზიდვის ოჯახური ტრადიცია მამიდან შვილზე გადადის. ოღონდ თითოეულს თავისი უნიკალური მეთოდი აქვს. დავიწყოთ შვილით, კიმ ჩენ ინით. 2013 და 14 წლებში ფხენიანში თავისი ფეხით ჩავიდა ამერიკელი კალათბურთელი დენის როდმანი. დენის როდმანი არის ერთ-ერთი ყველაზე ექსტრავაგანტული ტიპი კალათბურთის სამყაროში. ანუ ქვეყანაში, სადაც სახელმწიფო ოფიციალურად მოგიწოდებს, რომ შენით მის სტილი სოციალისტურ ფასეულობებს არ გასცდეს, ჩადის აი ეს ტიპი, რომელიც მთელი კარიერა პირსინგებით, ფერადი თმებითა და საქორწინო კაბებში გამოწყობილი დადიოდა. თან იცით რატომაც ვია ამ ფოტოზე საქორწინო კაბა? იმიტომ რომ ცოლად მოიყვანა საკუთარი თავი. ხო და ეს კაცი ჩავიდა კიმ ჩენ ინის დაბადების დღეზე და happy birthday უმღერა. Happy birthday to you. მერე კი კამერების წინ დადგა და აი ესეთი რამე თქვა. He's my friend first. He's my friend. ის ჩემი მეგობარია და ფეხებზე მკიდია თქვენ რას ფიქრობთ. ასევე ზუსტად იმ დროს, როცა როდმანი კიმს ეხუტებოდა, ჩრდილოეთ კორეაში 100,000-ობით ადამიანი საკონცენტრაციო ბანაკებში იყო დამწყდეული. რეჟიმი ხალხს საჯაროდ ხრეტდა და შიმშილით კლავდა.
რაც ყველაზე მთავარია, როდმანის ვიზიტის პარალელურად გაეროს საგამოძიებო კომისია ასრულებდა რეპორტს, რომლის მიხედვითაც კიმ ჩენ ინი კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ჰააგაში უნდა გადაეცემა. არაა ცნობილი აიღო თუ არა როდმანმა კიმისგან ფული. რაც ვიცით ისაა, რომ როდმანი მოგვიანებითაც ჩადიოდა ჩრდილო კორეაში და მისი რამდენიმე ვიზიტი კანაფის კომპანიის მიერ იყო დაფინანსებული, რაც პრინციპში ბევრ რამეს გასაგებს ხდის. მაგრამ კიმ ჩენ ინს კიდევ რა უჭირს? მასთან ფულზე დახამებული ტიპები თავისი ფეხით მაინც ჩადიან. მამამის კიმ ჩენ ირს ეს ფუფუნებაც არ ჰქონდა მეგობრებო. 1970-იან წლებში ჩრდილოეთ კორეა იმდენად იზოლირებული იყო, რომ შენთან ჰონორარზეც კი აღარავინ მოდიოდა. კიმ ჩენ ირს, ანუ ამჟამინდელი დიქტატორის მამას, კინოსიგიჟემდე უყვარდა. პირად კოლექციაში 20,000-მდე ფილმი ჰქონდა და მაღალი სტანდარტებით. საკუთარ ჩრდილო კორეელ რეჟისორებზე ამბობდა, მათ ნამუშევრებში ერთი და იგივე გამოთქმები, გამეორებები და უკვე გაცვეთილი სიუჟეტებიაო. ჩვენი ყველა ფილმი ტირილითა და გოდებითაა სავსეო. მოკლედ ერთ დღესაც კიმი მიხვდა, რომ ჩრდილო კორეული კინოინდუსტრია იქაური გოგა ხაინდრავებით გაივსო და ერთი ნორმალური ფილმის გადაღებაც კი ვერ შეძლებს. ასეთ შემთხვევებში ზოგი დიქტატორი ვარსკვლავების მოსაზიდად შვეიცარიულ საბანკო ანგარიშებს იყენებს. კიმ ჩენ ირმა კი ჩვეულებრივი ტომარა გამოიყენა. ახლავე აგიხსნით, რას გულისხმობ. 1978 წელს მისი ბრძანებით აგენტებმა ჰონგ-კონგში ჯერ სამხრეთ კორეის ყველაზე ცნობილი მსახიობი ქალი ჩო ინ ჰი მოიტაცეს და ნავით პირდაპირ ფხენიანში ჩაიყვანეს. რამდენიმე თვეში კი მისი ყოფილი ქმარი, სამხრეთ კორეის ნომერ პირველი რეჟისორი შინ სანგ ოკიც დააკავეს თავზე ტომარა ჩამოაცვეს და ისიც კორეაში წაიყვანეს. კიმს მოტაცებული ცოლ-ქმარი 8 წელი ყავდა ტყვეობაში, ხოლო რეჟისორი გაქცევის მცდელობის გამო 3 წლით ციხეშიც ჩასვა. მერე ერთ მშვენიერ დღეს დაიბარა, ბოდიში მოუხადა, ცოტა უხეშად მოგექცნენ ჩემი ბიჭებიო და უთხრა: ახლა თქვენ ჩემთვის მაგარ კინოებს გადაიღებთ. ეს არის აქ თავარი ამბავი. მოტაცებულმა ცოლ-ქმარმა ჩრდილოეთ კორეისთვის გადაიღო 7 ფილმი. მათ შორის ყველაზე ცნობილია პულგასარი, გოძილას ჩრდილო კორეული კოპია. აი მეგობრებო, ასე უყურებდნენ დიქტატორები ფილმებს Netflix-ამდე. ისტორია სრულდება კარგად. 1986 წელს ამ ცოლ-ქმარმა ძლივს მოახერხა ვენაში საელჩოში შევარდნა და გაქცევა. ორივემ ღრმა სიბერემდე მიაღწია უკვე თავისუფალ ადამიანებად. რა თქმა უნდა, ეს ამბები უკიდურესი მაგალითებია. ჩვენთან ჩრდილო კორეა არაა, როგორც მინიმუმ იმიტომ, რომ კობახიძის ვარცხნილობით არ გვაძალებენ ყველა სიარულს. მადლობა ღმერთს. ჯერ კეპი რომ ამხადო და მერე მაგის პრიჩოსკიც კიდე დამატებით. უბრალოდ საქმე ისაა, რომ ისევე როგორც პროდუქტების იმპორტი ჩვენაირ სისტემებში იდეოლოგიების იმპორტიც ხდება. წლების განმავლობაში დასავლეთიდან შემოქონდა დემოკრატიული იდეები, ადამიანის უფლებები და ინსტიტუტები. მაგრამ მერე ბიძინამ გადაწყვიტა ბაზრის შეცვლა. უფრო იაფი და მისი აზრით მომგებიანი დილერები იპოვა და ფაქტობრივად ტემუდან გამოიწერა საშინაო პოლიტიკა. იმიტომ რომ თუ ტაქტიკის დონეზე შევაფასებთ, ექსტრავაგანტული სელებრიტების ჩამოყვანა ზუსტად ის არის, რასაც დღეს ოცნება აკეთებს. როცა გაერო და ევროკავშირი გმობენ დემოკრატიის უკუსვლას, შენ სასწრაფოდ ჭირდება ვიღაც დასავლელი, ვინც ჩამოვა შენს მოედანზე და იტყვის, რა გინდათ? აქ არც ისე ცუდი სიტუაცია. დიქტატურას იზოლაციის დროს ჰაერივის ჭირდება ეს კულტურული ალიbi. უბრალოდ მეგობრებო, არის ერთი საშიშროებაც. თუ ბიძინა ასეთი ტემპებით გააგრძელებს ქვეყნის იზოლაციას და ევროპისგან მოწყვეტას, ძალიან მალე ფულითაც აღარავინ ჩამოვა. ისევე როგორც მამა კიმის დროს. და მერე რა უნდა ვქნათ მეგობრებო? მოგვიწევს ჩრდილოეთ კორეის გზაზე დადგომა და სელებრიტების ტომრით მოპარვა. ან ნაბადით. სნუპ დოგი მინდა ნაბადით გატაცებული. პირველი ადგილი. მოდით გადმოვინაცვლოთ ჯოჯოხეთის მთავარ ფილიალში. პუტინის რუსეთსა და კადიროვის ჩეჩნეთში. იქ, სადაც ოცნების მთავრობა თავის იდეოლოგიურ გაკვეთილებს იღებს. 2011 წელი. გროზნო. რამზან კადიროვი. კაცი, რომელიც თავისუფალ დროს ადამიანებს სარდაფებში აწამებს, ოპონენტებს აქრობს და მათ ოჯახებს სახლებს უწვავს, თავის 35 დაბადების დღეს იხდის. და ვინ ზის მის სუფრასთან? სუფრასთან უზის მთელი
ჰოლივუდი. სცენაზე დგას 90-იანი წლების ბოევიკების ლეგენდა ჟან-კლოდ ვან დამი. ტიპმა მთელი კარიერა ეკრანზე მძევლების გათავისუფლებასა და ტერორისტების ცემაში გაატარა. ახლა კი დგას თვალებში შესციცინებს რეალურ ტერორისტს და მიკროფონში ეუბნება. I love you, Mr. Kadyrov. I love you, Mr. Kadyrov. Я люблю мистера Кадырова. I love you all in my heart. ნუ როგორ ჩანს, შპაგატში ჩაჯდომაზე ბევრად უფრო მომგებიანი, უბრალოდ მუხლებზე დადგომა ყოფილა. იმავე სცენაზე გამოდის ვანესა მეი და ზუსტად $500,000 სანაცვლოდ უკრავს ვიოლინოზე. მაგრამ კადიროვის ეს ბანკეტი მხოლოდ პროლოგია იმ თავარი ჯოჯოხეთის, რასაც დღევანდელი რუსეთი ქვია. დღეს პუტინის რუსეთი ოფიციალურად გადაიქცა მსოფლიოში ყველა ჩამოწერილი, კრიმინალში მხილებული და დასავლეთში დაკენსელებული პერსონის ელიტურ მოხუცთა თავშესაფრად. ჟერარ დეპარდიე, სტივენ სიგალი, სკოტ რიტერი, ენდრიუ ტეიტი, კი არა, ვუდი ალენიც კი ბოლოს მოსკოვის კინოფესტივალზე ვნახეთ. და რა ერთიანებს ამ ხალხს? თითქმის ყველას აქვს სექსუალური ძალადობის, ტრეფიკინგის ან პედოფილიის საქმე. რუსეთის საიმიგრაციო პოლიტიკა მარტივია. თუ დასავლეთში კანონი ფეხ-და-ფეხ მოყვება და ორდერი გაქვს გამოწერილი, სადმე მოსკოვის გარეუბანში ოთახი უკვე მზადაა. მაგალითად, ჟერარ დეპარდიე საფრანგეთიდან რუსეთში 2013 წელს საერთოდ იმიტომ გაიქცა, რომ გადასახადები არ გადაეხადა. ალბათ ერთადერთი ლტოლვილია ისტორიაში, ვინც დიქტატურას იაფი საშემოსავლოს გამო შეაფარა თავი. ნუ ალბათ აღარც მჭირდება იმისი აღწერა, რა ხდებოდა რუსეთში ზუსტად მაშინ, როცა პუტინი დეპარდიეს პასპორტს გადასცემდა. რუსეთის პარლამენტმა ზუსტად იმ თვეებში მიიღო უცხოელი აგენტების კანონი, გაანადგურა არასამთავრობო სექტორი და დაიწყო აქტიური პოლიტიკური რეპრესიები. ჯერ ჩაახშო პროტესტი, მერე სცენაზე ფრანგი მსახიობი დააყენა და საკუთარ ხალხს უთხრა: რა გაყვირებთ? ევროპა მე თვითონ ჩამოგიყვანეთ. სტივენ სიგალი კი დღეს რუსეთის მოქალაქეა. პუტინის სპეცელჩია და თან ბლუზის მუსიკოსი. და აი წარმოვიდგინეთ, რომ სტივენ სიგალი, ენდრიუ ტეიტი, ბაშარ ალ-ასადი და ასლან აბაშიძე შედიან სახინკლეში არა და საპელმენეში. ანეკდოტი სულაც არა. ეს მოსკოვის რომელიმე ცენტრალურ რესტორანში დაჯავშნილი მაგიდაა. სრულიად შესაძლებელი. გადაცემის დასაწყისში ჩვენ საბჭოთა კავშირი ვახსენეთ. ავხსენით, რომ სახელმწიფოს ეკლესიის ეშინოდა და ამიტომ ხალხს ტელევიზორებით აბრუებდა. მოდი ცოტა საფუძველში ჩავიხედოთ. იცით რას ნიშნავს სიტყვა ეკლესია? ბერძნულად. შეკრებას, საზოგადოებრივ ყრილობას. სინამდვილეში სწორედ აი ამისი ეშინია სისტემას. და როცა ამ შეკრებას ფიზიკურად ვერ შლის, ცდილობს ეს ყრილობა საკუთარ მოედანზე მოაწყოს, საკუთარ კონტროლქვეშ. დინამო არენაზე შეკრებილი 70,000 ადამიანი მთავრობისთვის უსაფრთხოა, რადგან იქ ისინი მოქალაქეები კი არა, უბრალოდ მაყურებლები არიან. თავარია ხალხმა ერთმანეთს თვალებში არ შეხედოს და საერთო პრობლემაზე არ ილაპარაკოს. და რადგან დღეს კანიე ვესტით დავიწყეთ, პარემ მისივე ტექსტით დავასრულოთ. კანიეს აქვს ასეთი სიმღერა: No church in the wild. ანუ უკაცრიელ ადგილას ეკლესია ვერ იქნება. ამ სიმღერაში არის ასეთი ფრაზები: What's a God to a non-believer who don't believe in anything? რა არის ღმერთი მათთვის, ვისაც არაფრის სams? როგორც ეს ტექსტი ამბობს, ტოტალურად ურწმუნო ადამიანებს ერთი დიდი უპირატესობა აქვთ. მათ შეუძლიათ ნებისმიერ წამს იწამონ ნებისმიერი რამ, რაც იმ მომენტში სჭირდებათ. დღეს შეიძლება დემოკრატიის წამდეთ, ხვალ აღარ. გუშინ თუ სამეცნიერო ათეიზმს გადაგებდნენ, დღეს ოჯახური და ეკლესიური ღირებულებების მთავარ დამცველებად გვეცხადებიან. დასაწყისში ისიც ხომ ვახსენეთ, ავტოკრატიაში ყველაფერი იარაღქმნილიაო. სოციალურ ქსელში პირდაპირ შემხვდა მთავრობის ტროლების პოსტები, სადაც კანიეს კონცერტზე შეყრილ ხალხს რუსთაველზე მიმდინარე პროტესტს ადარებდნენ. ქილიკობდნენ, აი თურმე კანიემ ამდენი ხალხი შეკრიბა და თქვენს პროტესტზე რამდენიმე ათეული ადამიანი დგას. საქმეც მაგაშია. კი ბატონო, შეგიძლია ჩამოიყვანო ვარსკვლავი და ადამიანები კონცერტზე მოიყვანო. ან მარშრუტკებით საკუთარ პარტიულ მიტინგზე შეკრიბო. მაგრამ ამ ყველაფრის გაკეთება მხოლოდ ერთჯერადაც შეგიძლია. კანიემ ფული ჯიბეში ჩაიდო და წავიდა.
დღეს ეგ არენა უბრალოდ უკაცრიელი მინდორია. და აი ზუსტად ასევე ყველა ის მოედანი თუ დარბაზი, სადაც ხოცები თავის შეკრებებს აორგანიზებენ, უკაცრიელია. რადგან ეს ყველაფერი დიდი იდეის რწმენაზე არაა დაფუძნებული. No church in the wild, მღერო და კანიე და მართლაც, უკაცრიელ ადგილას ეკლესია ვერ იარსებებს. აი რუსთაველი კი ყველა ზემოთ ხსენებულ ადგილთან შედარებით უკვე 565 დღეა არ დაცარიელებული. მე ვარ ბექა ყორშია, ეს იყო გადაცემა არაფერი სასაცილო. ძალიან დიდი მადლობა რომ გვიყურეთ, ძალიან დიდი მადლობა რომ გვალაიქებთ და გვიკომენტარებთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. შევხვდებით შემდეგ კვირას. დროებით.